ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზი, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი თართად მოიხსენიებს, უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციის გზით გამოიყვანეს. მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან მდიდარია ყოფითი კულტურით. ამაში შედის როგორც ოქრომჭედლობა, ისე თექაზე მუშაობა, ჩოხების თუ ქართული სამოსის შეკერვა, ასევე ცეკვა, სიმღერა, გალობა, ქართული ყველის, ქართული ღვინის წარმოება, როგორც ქართული ცხვარი, როგორც ქართული ცხენი, ასეთივე მნიშვნელოვანი არის ქართული ძაღლი. ამ სამომსახურეო ჯიშის მოშენება და სელექცია მე-6 საუკუნეში დაარსებული ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იაკობ ჭოხონელიძემ და მონასტრის ძმობამ იტვირთა. ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა საშუალება და შესაძლებლობა იმისა, რომ ხატმწერა დაგვეწყო ან მუსიკალური თვალსაზრისით განვითარებულიყო ჩვენი მონასტერი, ვიტო ავირჩიეთ ეს ყოფითი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ძეგლი, ქართული ნაგაზი. იაკობ ჭოხონელიძე მონასტერში წასვლა 23 წლის ასაკში გადაწყვიტა. სხალთის მონასტრიდან საგარეჯოში, ხაშმის სამების მონასტერში გაგზავნეს, სადაც 114 თხას და 28 ძროხას მწყემსავდა. უწმინდესმა მაჩუქა აბარდოს ჯიშის თეთრი ცხენი და კავკასიური გრძელბეწვიანი ქართული ნაგაზი ბროლია. შემდეგ მე ტაბაკინის მონასტერში გამომაგზავნა პატრიარქმა, ეს იყო 1992 წელს და ტაბაკინის მონასტერში დავიწყეთ მონასტრის აღორძინება. იქვე დავაფუძნეთ ძაღსაშენი. ძაღსაშენი ჯერ მონასტერში მქონდა, იქ ძალიან ბევრი და ლამაზი ძვირფასი ჯიშის ძაღლი გამოვიყვანეთ. გაფართოების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეძენილ ტერიტორიაზე ძაღსაშენმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ღვთის მადლით და მრავალი კეთილი ადამიანების მხარდაჭერით მოვედით დღემდე. ეხლა გვყავს 20 ძაღლი. ვაწარმოებთ სელექციას, მის პოპულარიზაციას. ღვთის მადლით მრავალი კეთილი საქმეც გავაკეთეთ, წყებსებს ჩუქნით, ხევსურეთში, თუშეთში, ჯავახეთში, სვანეთში, რაჭაში, ვისაც უყვარს ძაღლი, მათაც ვეხმარებით. 20 წლის მანძილზე ძაღსაშენ ტაბაკინში არაერთი საუკეთესო ინდივიდი გამოიზარდა, რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა კავკასიისა და ევროპის გამოფენებზე. 2010 წელს კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას 16 ქვეყანა იღებდა, ძაღსაშენის ხვადმა სახელად ბუთქუნამ 160 ჯიშის 4000 ძაღლს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ბუთქუნა იყო ყველაზე ახლოს ჩვენი ძაღლებიდან, რაც ძაღლების ასე ვთქვათ, რაც ლეკვები გავზარდეთ და გამოვიყვანეთ სელექციის შედეგად, ყველაზე ახლოს იმ პროპორციასთან და სტანდარტთან, თუ როგორიც იყო ქართული გრძელბეწვიანი მეცხვარულად ჯიშის ძაღლი. დაბალი, განიერი, ლამაზი თავით, კარგი ბეწვით, ადაპტირებული ძალიან საზოგადოებასთან და ურთიერთობაში, ფსიქიურად ძალიან მოწესრიგებული, იდეალური 100%-იანი ძაღლი იყო. ბუთქუნა რომ გამოფენაზე შედიოდა, იქ სხვა ძაღლს შანსი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ისე გრძნობდა თავის სილამაზეს და თავის ხასიათს, რომ თვითონ აღფრთოვანებაში მოყავდა თვითონ ექსპერტების და ის მაყურებელის, ვინც ესწრებოდა გამოფენას. ახლა ნახავთ ამ მომავალ ჩემპიონს, ჩვენს პატარა ბუთქუნას. მომავალი ჩემპიონი სახელად ბუთქუნა ოდნავ ნაკლებად ბუთქუნა ქართული ნაგაზის ლეკვებთან ერთად ცხოვრობს. ცალ-ცალკე ვოლიერებში ცხოვრობენ ქართული ნაგაზის უფროსი თაობის წარმომადგენლები. ეს ლიფსიტა. მოდი ლიფსო. ეს ბებო. მოდი ბებო, მოდი. მოდი, ან შემოლამა, მოდი. მათი საკვები სპეციალურ სამზარეულოში მზადდება. ამ მზადდება ძაღლების საკვები. ერთი მიჯრა, ანუ დილას ჭამენ შრალ საჭმელს და საღამოს უხარშავთ ხაფას ხორცთან ერთად. ხაფაში არის როგორც შვრია, ჰერკულესი, ქერი, პურის მარცვალი, სიმინდი.
ასე თუ ისე სრულფასოვანი კვება გამოვა. სულ შალი საჭმელი ნოვაჭამოთ, მაგის ფული არ აქვს. ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზის მედეგობა საუკუნეების მანძილზე მკაცრ ბუნებრივ პირობებში მგლებთან ბრძოლასა და მძიმე შრომაში იწვრთობოდა. ჩვენი ვალდებულებაა და მორჩილებაა უწმინდესის კურთხევაა, რომ მონასტერმა სანამ შევძლებთ ღმერთის წყალობით ამ ძაღლს უნდა უპატრონოთ, გავამრავლოთ და სწორი სელექციით უფრო და უფრო დავხვეწოთ მისი გენოფონდი. ეს უნდა გადარჩეს, გამრავლდეს, აღორძინდეს და მთელ მსოფლიოში უნდა გახდეს ცნობილი და პოპულარული.